განვაახლოთ ხტომა. დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ გვაქვს შეკითხვები გისმენთ? მაშინ დღის წესრიგთან დაკავშირებით კენჭი უყაროთ. ვინ არის მომხრე? მადლობთ. შეკითხვებთან დაკავშირებით. კი, გასაგებია. დღის წესრიგი მიღებულია, დიდი მადლობა. აბა გისმენთ, ვის გვაქვს? დავიწყოთ პირდაპირ საკითხები, არავის არ გვაქვს. კარგით. მაშინ დღის წესრიგიდან ბატონო სულიკო. პირველი საკითხი პირადი განცხადების საფუძველზე ზაურ ახვლედიანისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხით ცნობად მიღების შესახებ. მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ გუშინ საკრებულოში დარეგისტრირდა ბათუმის ზაურ ახვლედიანის განცხადება, რომელთაც მოითხოვს პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების მოხსნას. აქედან გამომდინარე, მას კანონმდებლობის მიხედვით უფლებამოსილება დღეიდან ავტომატურად შეწყვეტილი აქვს, ჩვენ კენჭისყრის გარეშე ცნობად უნდა მივიღოთ აღნიშნული საკითხი. მადლობა, ესე იგი მივიღეთ ცნობად. ბატონ ზაურს უსურვოთ წარმატებები. მაგას ვაპირებთ ბატონ თემურთორე თქვენც, ისეთ ყოველთვის უსურვოთ მაგას წარმატებას და ჩვენ უსურვებთ ამჟამად. გისმენთ ქალბატონად. მეორედ მიწერს ბატონ ზაურთან დაკავშირებით ესეთი გულდასაწყვეტი აზრის გამოხატვა, იმიტომ რომ მახსოვს პირველად კომისია რო დატოვა, მაშინ დამწყდა გული, მისი გამოცდილება და განათლება ძალიან გვეხმარებოდა. ეხლა კოლეგა, რომელიც შესაძლებელია მისთვის კარგი არჩევანი გააკეთა, ჩვენთვის ვფიქრობ ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად გვერდში გვედგა ძალიან რთული საკითხების სწორად გადაწყვეტაში და მადლობა მინდა მას გაუხადო იმ თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო. მაგრამ ეს დავამატებ, რომ შემოდის არაჩვეულებრივი ქალბატონი და ასე რომ ქალბატონები რიცხვს დაემატება ერთი ქალბატონი. გენდერული ბალანსის დაცვა ქალბატონო ნატო. იმედია, ბარე ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობას გადაწყვიტავს და მათ მაგივრად შემოიყვანებენ ქალბატონებს და უკეთესი იქნება. კარგი, დიდი მადლობა. მეორე საკითხთან დაკავშირებით თბილი სიტყვებისათვის, მაგრამ გარწმუნებთ, მართლა დიდი დანაკლისია ხა ზაურის გასვლა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ცვლილება იქნება ადეკვატური, ცვლილება იქნება შესაბამისი, თქვენ ვერ იგრძნობთ გარწმუნებული ვართ მაგას დანაკლის, ანუ ფრაქცია იმ კვირაში აღდგება იმედია და გააგრძელებს თავის მოღვაწეობას ისე როგორც საჭიროა. კი ბატონო. მეორე საკითხთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ კენჭი არ იყრება, ცნობად ვიღებთ. სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სები ბათუმის ბულვართან გაფორმებული უზურპრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ბატონ სულიკო გისმენთ. დიახ, მოკლე წინა ისტორიას მოყვები, რა თქმა უნდა ეს ფაქტები საკრებულოს წევრებს უკეთესად მოეხსენება, თუმცა აქ არის დამსწრე საზოგადოება და იმათ გასაგონად, რა თქმა უნდა, გავაკეთებ პატარა შესავალს. მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა საკრებულოს მიერ ნომერი 91 განკარგულება, რითაც დაევალა ქალაქ ბათუმის მერიას ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ბულვარის სარგებლობაში ისევ მუნიციპალიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ 2016 წელს მთავრობის მხრიდან მოყვა გამოხმაურება და გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა მზად იყო მომხდარიყო უზურპრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ბულვარის კვლავ მუნიციპალიტეტისათვის დაბრუნება. ამის გამოძახილი იყო მერიის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 26 თებერვლის განკარგულება და ამ განკარგულებაში ითქვა, რომ საკრებულო თანხმობას აძლევდა მერიას დაეფუძნებინა აეპი ბათუმის ბულვარი. გამოიყო შესაბამისი ასეგნება ფინანსური სახსრები მის დასაფინანსებლად, მაგრამ რაც მთავარია, აქ ხაზგასმით აღნიშნულია არაერთ ადგილას, რომ ეს პროცესი მოხდებოდა მას შემდეგ, როდესაც დასრულდებოდა არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, სადაც გაეწერებოდა დეტალური, ასე ვთქვათ, პროცედურები ამ დაბრუნებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის ეს არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე ვერ იქნა დასრულებული და მიმართულებით მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ვერ დადგა ის წინაპირობები, რომელიც საჭირო იყო ბულვარის დაბრუნებისათვის. შესაბამისად, ვერ იქნა გაფორმებული ეს აღნიშნული მემორანდუმი სამინისტროსა და მერიას შორის და შესაბამისად ვერ იქნა დაფუძნებული აღნიშნული IP. გამომდინარე აქედან საკრებულოს მიაჩნია წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რომ ბულვარის დაბრუნება, რა თქმა უნდა, ესე კვლავ რჩება დღის წესრიგში, ბულვარი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს მუნიციპალიტეტს, თუმცა მოცემულ ეტაპზე არ არის ის წინაპირობები, რომ ამ ბულვარის დაბრუნებით, ბულვარის ინტერესებიდან გამომდინარე, იყოს უკეთესი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილი ეფექტური ამ პირობებში ბულვარის დაბრუნება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება და ქალაქ ბათუმის მერიას ევალება ორი ნაწილი. პირველი ნაწილი ითვალისწინებს 2016 წლის 26 თებერვლის ნომერ 5 განკარგულებაში ცვლილების პროექტის წარმოდგენა, რომლითაც მოხდება გადავადება IP ბათუმის ბულვარის დაფუძნებისა 1 წლის ვადით, ანუ 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ნაცვლად მოხდება მისი დაფუძნება 2018 წლის 1 იანვრამდე და ასევე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ასიგნება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის ამოღება ბიუჯეტის პროექტიდან და ამ განმათავისებლებული თანხის გადანაწილება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აქედან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, რეზიუმეს სახით წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რა თქმა უნდა, არ ხდება ის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება უარი, საკრებულო უარს არ ამბობს მის დაბრუნებაზე, უბრალოდ ბულვარის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ უნდა შეეჩეროს ოპტიმალური დრო და პერიოდი, როდის უნდა მოხდეს ამის დაბრუნება და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხდება ამ პროცესის მხოლოდ გადავადება 1 წლის ვადით. მადლობთ ბატონო სულიკო, მგონი გასაგები იყო ყველაფერი. გისმენთ ბატონო ჯავა. რომელ პროექტებზეა ბატონო სულიკო საუბარი, რაზეც საუბრობთ თქვენ, რომ ანუ არის სასამართლო დავები, არის დაუსრულებელი ისინი, რას გულისხმობთ ამაში? ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ფრაქცია ქართული ოცნების ხდომაზე მსჯელობა, შესაბამისად კონსულტაციები გაიმართა ეკონომიკის სამინისტროსთან და უფრო მეტიც ფრაქციის სახელით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ეკონომიკის სამინისტროს და მათგან მივიღეთ წერილობითი პასუხი და აქვს თანართი საკმაოდ ვრცელია ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელი კონტრაქტორი ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო დავა. ეს დოკუმენტი ჩვენთან არსებობს და შეგიძლიათ თუ შეიძლება რომ გაგვაცნოთ თქვენთან ბატონო სულიკო მოხსენებელი და ჩვენ უფლებამოსილი ვართ რომ ვიცოდეთ რაზეა საუბარი და რომელ კონკრეტულ დავებზეა საუბარი. შეიძლება რომ დავაზუსტოთ, გავაგზავნო ჯაბას კითხვა. ჯერჯერობით უპასუხებს ბატონო სულიკო და შემდეგ დავუსვათ შეკითხვას. აუგითხოს ახლა სულიკო მათე. რა შვაში ეგ დავას საერთოდ? რა მნიშვნელობა აქვს დავას? ეგ მაინტერესებს. არა, მე უფლება, ბატონო გიორგი, მე უფლება, მაგრამ ვიცოდე რა დავებზეა საუბარი, იქნება. ბატონო სულიკო, მოკლედ. იქნება ეს არგუმენტი. ბატონო გიორგი არ არის ჩემთვის მისაღები, ხო? მოკლედ, ერთ კითხვას მოხსენებას დაუსვამ. იმიტომ რომ ასე ხება იურისტია, თორე ქართული ოცნების სახელით რატო ველაპარაკება სულიკო ვერ გავიგე სიმართლე გითხრა, მაგრამ სამართლებრივ ჭირში მინდა ერთი კითხვა მხოლოდ რომ ის რომ სასამართლო დავები არსებობს და როგორც ვიცი ჯამურად ყველა დავა დაახლოებით 120 თუ 130.000 ლარზეა სულ საუბარი, როგორც თუ 180.000 ლარზე ჯამურად ყველა სასამართლო დავაში. სამართლებრივად რა პრობლემას ქმნის ეს იმას რომ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მართვა გადმოვიდეს ბათუმის ბულვარის. თქვენ როგორც იურისტი იქნება მიპასუხოთ, თუ მერია IP ბულვარით განახორციელებს ბულვარის მართვას, ნიშნავს რომ სასამართლო დავები ავტომატურად წავაგეთ, გაგრძელების მექანიზმი აღარ რჩება სასამართლო დავების თუ რა ხდება ამ დროს? სამართლებრივად რომ მიპასუხოთ. თუ წამოვიღებთ ბულვარს მართვაში, გამოდის რომ სასამართლო დავები წავაგეთ? არა, ამ შემთხვევაში ჩვენთან ხდება მოგეხსენებათ IP-ის დაფუძნება, თქვენ ასე ვთქვათ, სიპირი არ განმოგეცემა ავტომატურად და ეს დავები ავტომატურად არ განუდის ჩვენთან, თუმცა სიპმა გააგრძელოს დავა მე. თუ
თუმცა მოხდება ამ ჩვენს მიერ მიღებული განკარგულების თავარი წინაპირობა იყო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ გავიგე. მიღება ჩაბარება. გასაგებია. რადგან სასამართლო დავა არა დასრულებული თქვენ ფებრუარში მერიამ და საკრებულომ ერთად თქვეს რომ ჩვენ გვინდა დაბრუნება, თავრობას გამოხატავს ამისთვის ნებას, მაგრამ დავას უსწრებ, გავიგე. პროექტების დასრულების შემდეგ. შენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დასრულებულად არ თვლი, იმიტომ რომ იმდინარეობს სასამართლო დავა თორე ბულვარში სამუშაოები არ მიმდინარეობს. ანუ თქვენ მეუბნებით რომ იმიტომ რომ სასამართლო დავა მიმდინარეობს, ეს ნიშნავს რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის დასრულებული და ეს ჩაბარებული არ არის ობიექტები. ამოთარებინე ლაშა კაცო. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვერ მოგვაქვს, არა მარტო სხვა თემა. კარგად რომ ვიცი, მაგიტომ სულ ამ კითხვებს ახლა. ამიტომ გამაგრძელებინე კითხვები. კითხვა გამაგრძელებ. ანუ სიპი სასამართლო დავას აგრძელებს შეუულებრივად, ხო არ არის პრობლემა? სასამართლო დავები გაგრძელდება სიფთან და მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში რომ არ მოხდეს გაურება ჩვენ გაურება რა შეიძლება მუნიციპალიტეტს მოხდეს იგივე პროექტების დაფინანსება და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე უნდა გადაწყდეს იმ საკითხების ბედი რა საკითხები სასამართლო დავა მიმდინარეობს სიფსა და კომპანიას შორის სამუშაო შესრულდა რაღაცაზე დაობენ ჯამურად 7 კომპანიას ედავება ბათუმის ბულვარი 180,000 ლარს და ესეთი დავა ნებისმიერ აიფს ექნება ჩვენსას ეხა როჩავ გასაგებია თუმცა აქ მარტო პრობლემა რაშია და აქ არ არის მიღება ჩაბარების აქტები გაფორმებული აქედან გამომდინარე ამ დავებიდან გამომდინარე სამუშაოები არ არის დადასტურებული არ არის როცა დამთავრდება სასამართლო მოხდება დამთავრდება არ არის მიღებული ეს სამუშაოები და როცა არ არის სამუშაოები მიღებული აქედან გამომდინარე ასეთი პრობლემური საკითხის გავიგე თქვენ ამბობთ სამართლებრივად შეუძლებელია ბათუმის მერია მართოს ბულვარი ამას მეუბნებით სამართლებრივად მხარეზე არ არის თქვენ სამართლებრივს გეკითხებით აბა დანარჩენზე გადავალ ოცნების დეპუტატება სამართლებრივად ბათუმის მერიამ რო ბულვარის მართვა დაიწყოს 1 იანვრიდან პრობლემას ხედავთ თუ არა სამართლებრივად და არა მარტო სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი მოცემული ეტაპზე კაცო შენ მიზანშეწონილობაზე სხვებთან ვილაპარაკებ სამართლებრივი პრობლემა კი ან არა სამართლებრივად ახლა ეს მარტივი ცალკე წმინდა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემა არის თუ არა IP და დაარქვა ბათუმის ბულვარი და რაღაცა გააკეთოს. გავიგე, მადლობა. სამართლებრივად ესე იგი პრობლემა არ გააკეთებს აქ არის. გავიგე. მიზანშეწონილობაზე საუბარი. გავსვა შეკითხვა კი, კაცო, მიზანშეწონილობაზე მაგ შენთან შეკითხვა, იმიტომ რომ ფრაქციის თავმჯდომარე ქართული ოცნების არ არის და თქვენს გამარტივით ბარათში ვკითხულობ, რომ კონსულტაცია გაგივლიათ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მაინტერესებს ქალაქ ბათუმის მერიასთან რატო არ გაიარეთ კონსულტაცია? ქალაქ ბათუმის მერია არის. მოგესალმებით. ბატონო გიორგი. კი, ბატონო გიორგი, თქვენი აზრი მაინტერესებს, მაგრამ ოცნების ინიციატივაა. იმიტომ მოვედი. ისა მოგესალმებით ბატონო გიორგი, ბოდიშ გიხდით დამთავრეთ, რომ იმას ვქნა თქვა. მოგესალმებით ყველას, ბოდიშ გიხდით. ბოდიშ გიხდით. დაგვიანებისთვის სამართლებრივ ნაწილში ნამდვილად პრობლემები ლიკვიდაციის შემთხვევაში არ შეიქმნება, მაგრამ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებები წარმოიქმნება და ეს სირთულეებს წარმოქმნის ერთი, რაც მე დავინტერესდი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბულვარში არსებული მდგომარეობით და არსებული პროექტებით გახსოვთ თქვენ რამ გამოიწვია ჩვენი აღშფოთება ყველასი და მათ შორის ჩემიც თქვენთან ერთად ეს იყო მიმდინარე წელს აი გასული წლიდან დაწყებული პროექტი რომელიც შეთანხმდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან და ითვალისწინებდა ბრექჩის საფარის ალეების კეთილმოწყობასა და ანუ კაპიტალური პროექტების განხორციელებას რომელიც არ ცვლიდა ბულვარის სტრუქტურას მით უმეტეს არ იყო გათვალისწინებული იქ ეგრეთ წოდებული მესამე ალეის გაუქმება ამან გამოიწვია ჩვენი სამართლიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ ყველას აღშფოთება რის გამოც მივიღეთ ზუსტად ეს გადაწყვეტილება ბოლოს რომ 2017 წლის ბოლოსათვის 2018 წლის 2016 წლის ბოლოსათვის 2017 წლის იანვრამდე მიგვიღო გადაწყვეტილება შეგვექვნა IP ეს შეთანხმებაც მივახციეთ ჩვენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან კიდევ ერთხელ გეუბნებით ამის არანაირი პრობლემა არ არის მაგრამ როდესაც მე 2 დღის წინ დავინტერესდი ბულვარში მიმდინარე პროცესებით მივიღე ინფორმაცია როგორც ფინანსთა სამინისტროსაგან ასევე ბულვარის ადმინისტრაციისაგან დაუმთავრებელი პროექტების შესახებ ეს ალბათ ბატონმა სულიკომ არ იცოდა იქ სამართლებრივ ნაწილზე მსჯელობდა ეხლა მიმდინარეობს ამ წუთას დაუსრულებელსაც მე ვგულისხმობ ტყუპებიდან ეგრეთ წოდებული ტყუპებიდან კემპინსკამდე ალეების მერიასთან შეთანხმებით კეთილმოწყობითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იახტ კლუბის მიმდებარე მირიკალ პარკიდან დაწყებული იახტ კლუბის ტერიტორიამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე როგორც მივიღე განმარტება და ეს დაანონსებული იყო რამოდენიმე ხნის წინ აჭარის მთავრობის მიერ, მეც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ეს არის
დავის საბოლოო საგნად ქცეული 9 ფეხა თუ ურჩხულს დავარქმევთ მას არ ვიცი ამ შენობა ნაგებობის ამ კაფე ბარის მთლიანად აღდგენა და რესტავრაცია რომელშიც კერძო კომპანია ფონდი გვეხმარება ანუ მე ამ წუთას რასაც ხედავ ეს არის დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები რომელთა დასრულებაც აუცილებელია როდესაც ჩვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადავწყვიტეთ ბულვარის დაბრუნება და ვშელობდით ამაზე ჩავდებით ბიუჯეტშიც 3.400.000 არ მახსოვს ახლა ციფრი ვერ ჩავიხედე 3.400.000 ეს არის და ეს ნებათაღელვის საგანი გახდა შეკითხვა დაისვა 11 მილიონი იყო და რატომ გახდა ბულვარის ისა რა ქვია მიმდინარე ხარჯები და მოვლა პატრონობა 3 მილიონი ნახევარი ამაზე მე პასუხი გავეცი ეს იყო გაზრდილი ბიუჯეტი ანუ ბულვარის მოვლა პატრონობას და შენახვას ანუ მიმდინარე ხარჯებს სჭირდება 3.400.000 მაგრამ აი ზუსტად გასულ წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რომ დაამატა იმ პროექტების ღირებულება რომლებიც უნდა განეხორციელებინა და ეს არ მოხდა ჩვენთან შეთანხმებით ანუ რაღაც ნაწილში მოხდა პროექტში ისეთ ცვლილებების შეტანა ჩვენთვის რომ არავის არაფერი არ უთქვამს ამის ხარჯზე იყო გაზრდილი 11 მილიონამდე და ბულვარის შენახვა და მოვლა პატრონობა ჯდება კიდევ ერთხელ ვამბობ 3.400.000 ლარი ამიტომ ჩვენ ეს ჩვენი ხარჯებიდან კიდევ ერთხელ მე მინდა გავყო ალბათ საფინანსო ეკონომიური სამსახური მეთქი კომიტეტი დამეთანხმება ეს არის მიმდინარე მოვლა პატრონობა და ჩავდებით ჩვენი ხარჯებიდან მიუხედავად იმისა რომ აჭარის ტრანსფერი მიმდინარე წელს გაიზარდა და თქვენ შემოტანილი ბიუჯეტი ნახეთ რომელიც დაბრუნდა და იმასაც ვნახავთ ყველანი ერთად რამდენით გაიზრდება კიდე ჩვენი ბიუჯეტი კაპიტალურ პროექტებთან მიმართებაში როცა შემოვიტანთ მას კორექტირებულს თვლი ამ შემთხვევაში რომ დაფინანსება შეიძლება მოდი ზოგმა თქვას რომ მაშინ თქვენ მოგცენ ფული თქვენ გააკეთებთ ამ შემთხვევაში ეს 30 მილიონი რომელიც ტრანსფერის სახით კაპიტალური პროექტებისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ აჭარის მთავრობამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო თუ კი ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ ვამბობ სრული გარანტია იმისა რაზეც არ ამგონი არ დაგვთანხმდეს არავინ რომ ნებისმიერი სახის ეს შეეხება პირველ რიგში მე ვისაუბრე კონსერვაციას ანუ ბულვარის ტერიტორიის მთლიანად შესწავლას და პლუს კონსერვაციასთან ერთად დაემატება საზოგადოების ფართო ჩართულობა შეიქმნება რა ფორმით რანაირად არ ვიცი ვიმსჯელოთ მაგაზე მთავრობასთან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სამეურვეო საბჭო იქნება სამეთვალყურეო საბჭო იქნება სუფთა სამართლებრივი ამ ფორმით არ შეიძლება რომ შეიქმნას ანუ ნებისმიერი სახის კაპიტალური პროექტის ან პროექტის რომელიც ბულვარის სახეცვლილება შეეხება იქნება შეთანხმებული ამ 1 წლის განმავლობაში სანამ გადაავადებ და სანამ კაპიტალურ პროექტებს არ დაასრულებენ შეთანხმებული იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ამ შემთხვევაში მე მარტო არ გულისხმობ მერიას და საზოგადოების ფართე ჩართულობა ბულვართან დაკავშირებით გარდა კონსერვაციისა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება ამ 1 წლის განმავლობაში მე ამაში მაშინ ვერ ვხედავ ვერაფერს საძრახის ჩვენ მაგ შემთხვევაში მიუხედავად იმისა კიდევ ერთხელ ვამბობ შეგვეძლება იმ 3.400.000 და დარჩენილი თანხის თქვა ჩაბრუნება კაპიტალურ პროექტებში რომელსაც კიდე დაგვიფინანსებს თქვა ცენტრალური ხელისუფლება მაგრამ მაინც დამატებით რაღაც ღონისძიებებს დავსახავთ კაპიტალური მიმართულების ხაზით თუ ეს გარანტიები იქნება რაზეც მე არ ამგონი რომ არ დაგვეთანხმოს პატივცემულო დეპუტატებო ვინმე ამის გარანტია თუ იქნება მაშინ 1 წლით გადავადებაში ვთქვათ მიღებისა და კაპიტალურ პროექტებში იმ თანხის ჩაბრუნების რომელიც გვაქვს ჩვენ ბიუჯეტში გათვალისწინებული ბულვარის შემოვლა პატრონობისათვის მე ვერ ვხედავ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ უნდა მოხდეს კაპიტალური პროექტების რაც არის ტყუპებიდან კემპინსკამდე დასრულება რაც აქვს დაწყებული იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიის დაწყებული სამუშაოების დასრულება მთლიანად 8 ფეხას აღდგენა და კიდევ ერთხელ ვამბობ კონსერვაცია პლუს საზოგადოების ჩართულობა ფართე რათა არ მოხდეს ნებისმიერი პროექტი მე ვიძლევი ამის გარანტიას რომელიც გაცემული გვაქვს და შესაბამისად უნდა გავცეთ რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქნება ბრექჩის საფარის დაგება არაფრის გაუქმება საკანალიზაციო სისტემების სანიაღვრე სისტემების ნებისმიერი სახის კაპიტალურ პროექტზე
არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული თანხმობა იქნება შეთანხმებული ქალაქ ბათუმის საკრებულოს ნებისმიერ კომიტეტთან, რომელზეც ეს იქნება საჭირო, იურიდიული იქნება, საფინანსო ეკონომიური იქნება თუ ინფრასტრუქტურული. ამის გარანტია თუ ჩვენ გვექნება, მე მაშინ ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ. ჩემი რესურსის, ანუ ქალაქის რესურსის 3 მილიონი ნახევრის დაზოგვას შევძლებდა ჩაბრუნება სხვა კაპიტალურ პროექტებში. რესურსი რო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალური ტრანსფერი გაგვიზარდა, უფრო მეტი აქვს, ამას მე ვხედავ. მაგრამ გარანტია უნდა იყოს ყველაფერი იმისა, რაც მე ვთქვი. მადლობთ ბატონო გია, მგონი ამომწურავი იყო. პირველ რიგში ბაჯერ ბატონი გიორგი გააკეთებს, რა ვიცი, რა ვიცი შეკითხვა ექნება და შემდეგ ბატონი თენგო. უკეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა საკრებულოს უმრავლესობას უნდა რომ გააუქმოს, არის 2014 წლის 24 აპრილს მიღებული. 2014 წლის 24 აპრილს ამ საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თქვა, რომ აჭარის მთავრობასთან გაწყდეს ხელშეკრულება და ბულვარი წამოვიღოთ მართვაში. მერია, რა თქმა უნდა, არ შეასრულა ეს საკრებულოს მოთხოვნა. ამას მოყვა აქციები, რაც გამოტოვეთ ბატონო სულიკო თქვენს და რა ვიცი ყველა. მოყვა აქციები. აქციები რას მოყვა, კარგად ვიცით ბატონო გიორგი. ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ აჭარის მთავრობა მავნებლობდა ბათუმის ბულვარში. გარდა იმისა, რომ სახინკლეების გახსნით დაიწყო, მერე გააგრძელა და ალეების გაუქმება დააპირა და 1000 უბედურების ჩადენა. იქნა ბოლო-ბოლო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ბათუმის ბულვარი დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს მართვაში. თუმცა იქვე საოცარი განცხადება მოვისმინეთ ქალაქის მერიდან და თქვა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა წლის ბოლოსო, იმიტომ რომ სეზონი მოდისო ეხაო და რაღაცაო და არ გამოვაურო, არ შეფერხდესო. აიო, უთხარით ბათუმის ბულვარის დაფუძნებაზე შემოიტანა საკრებულოში განკარგულების პროექტი. მივეცით თანხმობა ბულვარის დაფუძნების, იმის მერე გავიდა 1 წელი. 1 წლის თავზე, ხო და კარგად მახსოვს ქალაქის მერის განცხადებები, რომ ბათუმის ბულვარი აუცილებლად იქნება დაბრუნებული ბათუმის მერიას. აუცილებლად იქნება, კი. მე მინდა გითხრათ, რომ გიორგი ერმაკოვი ამას ვეღარ მოესწრება ცალსახად უკვე. მოესწრებით ყველა უფლება მოსვლება უთავდება მის მერობას, თვითონ როგორ ვერ მოესწრება, როგორც მე როგორ? წარმატებები, მაგრამ ქალაქი არ აირჩევს, თქვენ კი აირჩევთ კაცო. მოკლედ, თავის უფლება მოსვლების ვადაში გიორგი ერმაკოვი ვარს ამბობს მადლობა, გასაგებია თქვენი აზრი ბატონო გიორგი. ნუ ყვირი ხარ, რა შენ სულ უყვირი ხარ რა. ცოტა ენას და ის დაუმოკლე, რა გთხოვ. არ შეიძლება ესეთი ისა შეთქვენსგან რა. უხერხულია თქვენსგან ამაზე საერთოდ საუბარი. რაზე საუბარი ხო? და ნუ იმაშობი, თორემ დაუწია და ისე გველაპარაკე. არავის არ შეგვაშინება აქ, ვერავის. ნუ გეშინია რა შენ. შენ ნუ გეშინია, შენ ჩემო გიორგი. დამშვიდი ხო? დამშვიდი. შენ ის თავის გვარგონია საკრებულოს ხდომის წამყვანი ხარ, მაგაბაღის დირექტორი, დამშვიდი და ამიტომ ხდომასთან დაკავშირებით რეგლამენტი წაიკითხე და ის რეგლამენტი წაიკითხეთ, გავიდა თქვენი 3 წუთი მასეთო. ისე წაიკითხე, რეგლამენტი წაკითხული დამიჯექი მაქსკამზე. თქვენ 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ლაყაფისტი რო ისტორია, ლაყაფობა რო ისწავლეთ, სხვა არაფერი, აი ზუსტად აგირაანებეთ თავი და ქალაქის მართლა იმას მიხედავთ. დილობა ჩემოლაშენ, ნუ თქვენსგან ეგ ძილობა და ებიჭოებით მგონი ვიცით ვინც მიმართავთ. და წაიყვანეთ თქვენ თუ არ იცით საყვანე რა. მოკლედ სრული პასუხისმგებლობით. აი. მოკლედ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ გადაწყვეტილებას, რასაც თქვენ ღებულობთ, არა თუ ბულვარის სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ პირიქით ბულვარის საზიანოდ, ეს არის იმ დაპირებების, მრავალ დაპირებათა შორის კიდე ერთი დაპირების შეუსრულებლობა, რომელსაც ქალაქის მერი ასე უხვად გასცემდა და არიგებდა არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც და ამას საერთოდ ლოგიკა არ აქვს ეხა. 8 ფეხას რაღაც ორგანიზაცია აჭარის მთავრობის მართვაში მყოფ ბულვარს თუ უკეთებს, რა თქმა უნდა ჩვენს მართვაში მყოფსაც უნდა გაუკეთოს და ასე შემდეგ. რეალურად ხო ყველა ხვდებით, რომ საუბარი ბათუმის ბულვარის მართვაზე და კამათი არის, იმიტომ რომ ბათუმის ბულვარი როგორც ჩანს არის ყველაზე სუყელ უკმა ბათუმში კომერციულ თვალსაზრისით. როგორც ჩანს ახალმა თავმჯდომარემ არ დაუთმო ქალაქის მერს. მადლობა ბატონო გიორგი. თქვენი დრო ამოიწურა. მადლობა ბატონო გიორგი, დრო ამოწურულია. კარგია რომ ქალაქის მერის პოზიციაც მოვისმინეთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხვალ ქალაქის მერი იტყოდა რომ ეს იყო ქართული ოცნების წინადადება და არა მისი. კარგია რომ ქალაქის მერიც ეთანხმება. მადლობა ბატონო გიორგი. ებიჭო დამთავრებინე ლაპარაკი. მადლობთ ხო დრო ამოწურულია. გისმენთ ბატონო. კარგია რომ ქალაქის მერიც ეთანხმება ქართულ ოცნებას და თვითონ აღიარებს ამას რომ ბათუმის ბულვარის მართვაში წამოღება ეხლა. მადლობა ბატონო გიორგი. გისმენთ ბატონო თენგო. დიდი მადლობა, მე არ შემიძლია სხვანაირად მინდოდა დამეწყო ბატონო თავმჯდომარე, მაგრამ არ შემიძლია ორი სიტყვით ბატონ გიორგის არ გავცე პასუხი იმაზე, რაც ეხლა თქვა, აბსოლუტურად შვიდა და დაწყარებულა და ემოციების გარეშე.
ბატონო გიორგი, როცა მე თქვენ დაგისვით შეკითხვა, რა იყო მიზეზი, როდესაც თქვენი საგრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში თქვენივე განკარგულებით იქნა გადაცემული ბათუმის ბულვარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო დროებით სარგებლობაში. არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის სარგებლობა, მხოლოდ დროებით არის გადაცემული. აქ არის ვადაზე საუბარი. თქვენ მაშინ თქვით და ხმამაღლა და საგრებულოს თომაზეც განაცხადეთ, რომ თქვენ ჩათვალეთ მაშინ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უკეთესად მოუვლიდა ბათუმის ბულვარს, ვიდრე თქვენ. ეს იყო თქვენი პასუხი. ანუ თქვენ მაშინ ჩათვალეთ, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი გქონდათ 220 მილიონი და ამეთ სულ ტრაბახობდით ყოველთვის, რომ თქვენი ბიუჯეტი ყოველთვის უფრო დიდი იყო და ამის შემდეგ NDA-სთან იქნება პრეზენტაცია და მე თქვენ გაჩვენებთ რის ხარჯზე იყო ეს ბიუჯეტი დიდი. თქვენ ამბობდით, რომ თქვენ არ შეგეძლოთ წესიერად, ნორმალურად ბულვარის მართვა, ამიტომ გადაეცით ის და პროექტების განხორციელება და თქვენ ის გადაეცით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გადავადებაზე და მე ვიტყვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო აქ ჩამოთვლილი, იყო ნაწილი მიზეზებისა. ჩემთვის პირადად უმთავრესი არის ის, რომ ბულვარის განვითარების რეალური გეგმა და რეალური დოკუმენტი, რომლითაც იქნება დაფიქსირებული თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ ბულვარის გადაცემას და ბულვარი აღარ გახდება შემდგომში არასოდეს საჯილდაო ქვა, აი ეს დოკუმენტი არ არსებობს. ანუ როგორ უნდა მოხდეს ძველი ბულვარის ბატონო თემურ ლაპარაკობ რა თუ შეიძლება როგორ უნდა მოხდეს ძველი ბულვარის კონსერვაცია და ახალი ბულვარის განვითარება. სწორედ ეს იყო ასახული ჩვენი კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ მუნიციპალიტეტი, მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეიკრიბებიან ერთად ამ გეგმას დადებენ და ამის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ წამოვიღოთ ბათუმის ბულვარს. ბათუმის ბულვარი მარტო ბათუმელების არაა. ის მთელი საქართველოსია და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც იქნება შემდგომში საუბარი, დარწმუნებული ვარ, დაფინანსებული იქნება როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ. დიდი მადლობა. თენგის, მადლობა. ქალბატონ ნინო, შემდეგ ქალბატონი ნატო. მე ბატონ მერს მინდა მიმართვა ესეთ შეკითხვით. ბატონ მე თქვენ როცა წარმოადგენთ ბიუჯეტში და ჩასვით ეს არის უკვე თქვენი მხრიდან რაღაც ფორმალური ნაბიჯი? თქვენ ხო გააზრებული გექნებოდათ 3 მილიონი რაში უნდა დაგეხარჯა? თუ ეს არის საზოგადოების წინაშე რაღაცა გარკვეული, ესე ვთქვათ, კეთილი ნება, აი მე დაკვეთა საზოგადოების, მე შემოვიდანი წინადადება, მაქვს შესაბამისი ბიუჯეტი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ თქვენ აი ესე ორ დღეში ხوار გაჩენილა ის უამრავი პრობლემა, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობთ. სულ რაღაცა 1 თუ 10 დღის წინ შემოიტანეთ ბიუჯეტი, არა? და 10 დღის მანძილზე ხომ არ დაწყებულა ის უამრავი პრობლემა, რომლის შესახებაც დღეს თქვენ ლაპარაკობთ და უკან იხებთ და გინდათ რომ ისევ გაიგონოთ. მე სწორად თუ სწორად გიორგი არ იხევს უკან, ჩვენი ის არის ეს და. მაშინ არასწორად გავიგე, ანუ თქვენი პოზიცია ვერ გავიგე, მე დიახ, მადლობთ. ბიუჯეტის ფორმირება როდესაც ხდება, მადლობას გიხდით შეკითხვისათვის, პირველ რიგში არასდროს და არაფრის წინაშე უკან არ დამეხევია ქალბატონი და არც დავეხევ, რასაც ვამბობ იმას კიდე ერთხელ ვადასტურებ და რასაც ვამბობ იმას გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. არანაირი თვალისახოვა საზოგადოებისათვის ამაში არ იყო. რატომ? პირველი, როდესაც ბიუჯეტის ფორმირება ხდება, გახსოვთ თქვენ აჭარის მთავრობამ ბიუჯეტი შეიტანა ჩვენზე უწინარესად, ვიდრე შევიტანდით ჩვენ, თავისთავად იქ ბიუჯეტში ბულვარის საკითხი რო ესე მდგარიყო, ასახული არ იყო. ანუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ როცა პირველი შეტანით შეიტანა ბიუჯეტი აჭარის უმაღლეს საბჭოში, იქ ასახული არ იყო. ჩვენ გქონდა კიდე ერთხელ ვამბობ, მიღწეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის ბოლოს არა უგვიანეს 1 იანვრისა, რაზეც შემოვედით კიდე წინადადებით გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ვიღებდით ვალდებულება, შეგვექმნა IP და ბულვარი წამოგვეღო მართვაში. რაც შეეხება ახლა ბიუჯეტს, ვერანაირად ის ვერ იქნება თვალის ამხევი ვიღაცისთვის. მე კიდე ერთხელ მინდა აგიხსნათ, როდესაც ბიუჯეტი ზღვისპირა პარკის იყო 11 მილიონი, რამაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი შეიყვანა შეცდომაში. რის ხარჯზე იყო 11 მილიონი? ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს 11 მილიონი იყო გამოყოფილი ბულვარის მოვლა პატრონობისთვის. ანუ 11 მილიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო იმისათვის, რომ განეხორციელებინა ზუსტად ის პროექტი, აი რაც მიმდინარეობდა ბულვარში, მათ შორის ჩვენთან შეთანხმებულიც და მათ შორის ჩვენთან შეუთანხმებელიც.
თუ გაუგებრობით მომხდარი, რამაც გამოიწვია კიდე ერთხელ ვამბობ, საზოგადოების სრულად სამართლებრივი აღშფოთება, მათ შორის ჩვენიც გახსოვთ თქვენ. და პოზიცია მერს მაშინ არ დაუთმია და ძალიან ისეთი პოზიცია დავიცავი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით, ვინაიდან კიდე ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ჩადებული იყო, არასწორი მიმართულებით მიდიოდა და საზოგადოებასთან შეუთანხმებლად ხდებოდა. რაც შეეხება ამ თანხას, როგორ ჩავდებდი მას ვიღაცის თვალის ასახვევად, ბულვარის წამოღების გადაწყვეტილება გვაქვს და მე მიმდინარე პროექტებზე არც დავინტერესებული ვარ ბულვარში, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიღებული ქონდა. 3 მილიონი ნახევარი თანხა, რომელიც ჩვენ ჩავდებით და 1,200,000 თუ არ ვწდები, მე მერე გავარკვიე, ბულვარს აქვს თავისი შემოსავალი. ანუ 3,400,000 და ის 1,200,000 შეიძლება ციფრები შემეშალოს მე. რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი აღშფოთება რამ გამოიწვია? იმან გამოიწვია, რომ მესამე ალეა გააუქმეს, იმან გამოიწვია, რომ პროექტი არასწორად კეთდებოდა. ვისახსოვდა მანამდე საზოგადოებას, მაგიტო დაუდექით ჩვენ გვერდში, რა, უკან დავიხიეთ ვინმემ საერთოდ ჩემით დაწყებული თქვენი დამთავრებული, ვინმეს ჩამოვრჩით, პროტესტი არ გამოუხატეთ ვინმეს ნებისმიერ დონეზე თუ რა? არ უნდა ჩამედო ეს 3,400,000 მე პლუს 1,100,000-ის გათვლით. ეს არის კონსერვაცია, ანუ რას გულისხმობ მე? ბულვარში არ გაკეთდება არაფერი. ამ 1 წლის განმავლობაში ამის გარანტიას თუ მივიღებთ, არ გაკეთდება გარდა კიდე ერთხელ ვამბობ, დავანებოთ თავი 8 ფეხას. მაგასაც ვეთანხმები. შეიძლება ნებისმიერ სახით გაკეთდეს. კიდე ერთხელ ვამბობ, ტყუპებიდან კემპისკამდე დაასრულონ ეს პროექტი. მირიკალ პარკიდან იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიას, რასაც აკეთებენ, დაასრულონ ეს პროექტი. ავიღოთ მყარი გარანტია, რომ მოხდება კიდე ერთხელ ვამბობ, კონსერვაცია და შეიქმნება საბჭო იქნება თუ სათათბირო იქნება თუ საკონსულტაციო საბჭო იქნება საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მოგცემს მყარ გარანტიას, რომ ვერაფერი ვერ განხორციელდება ჩვენი ნებართვის გარეშე. ასრულდეს ეს პროექტები და თუ ჩავაბრუნებ მე ამას კაპიტალურებში, ახლა ისიც არ მითხრათ, რომ თანხას მოგცემენო კიდეო და თქვენ გააკეთეთ ამ თანხითო. კიდე გეუბნებით, კაპიტალური ტრანსფერი აჭარის მხრიდან გაეზარდა. მე კიდე მაქვს დარწმუნდებით ამაში, როდესაც ბიუჯეტი შემოbrunდება კაპიტალურ ტრანსფერში, რამდენი უნდა დავამატოთ კიდე. მადლობთ ბატონო გიორგი. ეს თქვი მე, გიორგი, ეს თქვი მე. მეტი არაფერი არ მithქვა. ჩვენ რო გავაკეთოთ კონსერვაცია და ჩვენ რო დავდოთ გეგმა და ჩვენ შევქმნათ სამეთვალყურეო საბჭო, არ შეიძლება? ბულვარი, ახლა ქალბატონო ძალიან კარგი კითხვა დაგისვათ. 1 კვირის წინ გადაწყვეტილი ჰქონდათ ბულვარის წამოღება, 1 კვირის წინ. და დღეს რატო შეიცვალა? 1 კვირაში რა მოხდა? გიორგი, საკრებულოზე შემოვიტანე მე ბიუჯეტი და ბიუჯეტში ცვლილებების ან შენიშვნების სახით, მათ შორის თქვენი პარტიიდან, მათ შორის სხვადასხვა პარტიებიდან. მოიცადეთ ერთ წუთი გითხრათ, თუ გინდა პასუხი გეტყვი. საკრებულოს კომიტეტებმა, კომისიებმა იმსჯელეს რაღაცას და მოგცეს რეკომენდაცია. ამის მერე დავინტერესდით საკითხებით მეთქი და როგორ გითხრა, რა შვაშია უკან დახევა? რა შვაშია? მე ძალიან მინდა რომ პიროვნულ შეურაცხყოფებზე არ გადავიდეთ. თუ ბატონო გიორგი, მე შენიშვნები როდის დამიბრუნდა საკრებულოდან? ბატონო გიორგი. არა, აბა უკან იხევდა რაღაცეებს, იმაშობდი და ბატონო სიტყვები გიორგი, მიგავდა. უკაცრავად, ბატონო გიორგი. ამის შემდეგ გვაქვს შეხვედრა NDI-სთან და შეგიძლიათ ყველა ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ საკრებულოს მიერ იქნა ერთი წუთი. მაშინ სტომა ჩვენ ჩაატარეთ, ჩემს ადგილასაც არა, გეუბნებით, პასუხს გეუბნებით, კაცო. პასუხს გეუბნებით, პასუხს გეუბნებით, იმის პასუხს, რატომ ეჩხუბები, რატო? პასუხს გეუბნები მეთქი, შეოჯახაშენებულო, პასუხს. არ გაქვს უფლება, წყარე, დაჯექი წაიყვანეს ხდომა ეხლა. უკაცრავად, მაგრამ თქვენც არ გაქვთ ბევრი უფლება, მაგრამ სარგებლობთ ამით რა. თქვენ კარგად წაიყვანთ, იმიტომ რომ კარგად მიყავდათ სხვა წელი და აი, მადლობა გიორგი. გისმენთ ქალბატონო ნატო და შემდეგ ბატონო ირაკლი. სულ სხვა მიმართულებით კამები რო გაინტერესებთ მარტო. სულ სხვა მიმართულებით მინდოდა საუბრის დაწყება და წაყვანა, მაგრამ უბრალოდ საინტერესო ჭრილში წავიდა ახლა ჩვენი კამათი და ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ დიახ, ფრაქციულად შევიკრიბეთ ჩვენ და ფრაქციულად მოხდა ამ თემაზე მსჯელობა. აქ არავისთვის თვალში ნაცრის შეყრას არავინ არ აპირებს და ღმერთს მადლობა, რომ ის ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ამის სრულ თავისუფლებას გვაძლევს. ბატონო მერს უფლება ჰქონდა გააკეთა, შეაბარცა და ჩადო თანხა, რომლითაც აპირებდა ბათუმის ბულვარის მოვლა პატრონობას. ისევე უფლება აქვს საკრებულოს წევრებს
ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ და გამოხატონ და გქონდეთ საწინააღმდეგო აზრი. რას ნიშნავს უკან იხევ, არ იხევს, იქნებ ეს ადამიანი უკან, ადგილი აქვს იმას, რასაც ახლა ამ წუთას ვხედავთ, ანუ ამ საკითხის ცალკე გამოტანას დეპუტაციის სამსჯელოდ. თუ დეპუტაცია ვიტყვით არას და გადავავადებთ 2018 წლის 1 იანვრამდე მერია გაითვალისწინებს თუ არა, როგორც იქნება დავინახავთ ბიუჯეტი რომ შემოbrunდება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, კი იგიც, ანუ ესაა ჯანსაღი პროცესი. მადლობთ ქალბატონ ნატო დრო. ყოველგვარი წინასწარ შეხვედრების კონსულტაციების, როგორც იყო წინა ხელისუფლებაში მიჩვეული ხალხი, სცენარებს სადღაც დაწერდნენ, მერე როლებს დაარიგებდნენ და ასეთ კოლეგიალურ შეხვედრებში ერთმანეთს აცლიდნენ იმას რა უნდა ეთქვა, ამას რა უნდა ეთქვა. მადლობთ ქალბატონ ნატო ეს განაწილება დღეს ღმერთს მადლობა და შესაბამისად ყველა თავის უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია აფიქსიროს საკუთარი შეხედულება. ქალბატონ ნატო გველოდება NDI-ის წარმომადგენლები, ბოდიშ გიხდით კიდევ ერთხელ რა ეს დაგვიანებისთვის და მოგეხსენებათ ესეც საკითხი არის ესეთი რომელიც რომ გისმენთ ბატონო ირაკლი და შემდეგ ენჯი უყავთ. ხოლოდ მისასალმებელია საზოგადოების ასეთი ჩართულობა ბულვართან დაკავშირებით, სამწუხაროდ ასეთი ჩართულობა არ იყო წინა წლების პერიოდში. მე მხედველობაში მაქვს ეგრეთ წოდებული აჭარის რევოლუცია, როდესაც მოხდა და მოვიდა ახალი ხელისუფლება. პირველი ერთ-ერთი შეტევა ბულვარზე დაიწყო და იქ მესაკუთრეები, რომლებიც მუშაობდნენ და მესაკუთრეები კი არ იყვნენ, წლების განმავლობაში იყვნენ კაფე ბარების თუ ასე დაწესებული მეიჯარეები, მადლობთ ნოდარ, მათ წინამდე შეტევა, შემდეგ ამ ტერიტორიების გასვლა, დღესაც ეგრეთ წოდებული ტყუპები რო არის იქა, ისე მოხდა გადაცემა და იმ პირობით რომ დაირღვა პირობა და ის კიდე სასამართლო პროცესში მიმდინარეობს, პროცესები ცუდად განვითარდა თავიდანვე. მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ვხედავ ბულვარის, თქვათ, მომავალს. თუ უფრო შორსავად ასტანაბაშიძემას დაიწყო იქ პალმების დარგვა და შემდეგ როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ ნიშნელოვანი არა, დაფნები გაკრიჭა თორე პალმები დარგო. ნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება, მე ძალიან კარგად ვხედავდი და თემურია, მე და თემური ვიყავით მაშინ საკრებულოში, იმდენი მსჯელობა იყო, ჩემ და თემურის შორისაც მოხდა სხვადასხვა სხვადასხვაობა, ჩემმა ფრაქციამ მისა ხმა და მე მივეცი ხმა იმას, რომ მე მივეცი ხმა ბულვარი გაგრძელებული იყო. იყო ნოდარს ახსოვს მაგი ამბავი არა? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბულვარი ჩვენთვის. მაგრამ შემდეგ რა მოხდა? მოხდა მექანიკური გადაცემა ბულვარის. საზოგადოება არ იყო ჩართული ბულვარის გადაცემაში, მის მომავალ ბედზე და სამწუხაროდ იქ განვითარდა ესეთი პროცესები, ახლა თუ ლაპარაკობთ ყველაფერს, ჩემსავით ილაპარაკეთ რა, მარტო სამხარეს ნუ ილაპარაკეთ, მოხდა უნებართო მშენებლობები, მაღაზიები გაიხსნა ბულვარში. იყო ასეთი რაღაცეების, დღესაც არის უნებართო პირსი არის, დღესაც დავაგვაქვს. ამიტომ ასე ნუ ვილაპარაკებთ, რომ აი ჩვენ დროს კარგად იყო ყველაფერი და ახლა თურმე ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა. მე ახალ ხელისუფლებას რაში ვადანაშაულებ, იცი, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, როდესაც ჩვენ მივიღეთ ბულვარში რომ მიმდინარეობდა ცუდი პროცესები, ამის შესახებ წინა მოწვევის საკრებულოზე დაისვა საქმე ჟურნალისტები, დიდი მადლობა მათ, რომ ძალიან აქტიურობდნენ და დამისვეს ასეთი შეკითხვა, რომ აი რა ხდება ბატონო ირაკლი ბულვართან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ აგერ ნაციონალური მოძრაობა თუ დაგვიჭერს ხარს, კი ბატონო, იმიტომ რომ იცით თქვენ როგორ მოხდა მაშინ ის პროცესები. და ბატონმა გიორგიმ შემოიტანა ეს ინდევა ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, ყველაფერს ფაქტებით ციტირებ და ჩვენ მაშინ მთლიანად საკრებულო სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლება ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება ბულვარი გადასცემოდა ისევ დაბრუნებოდა თავის პატრონს. მაგრამ რა გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, გამოვიდა ტელევიზიიდან ნიშნის მოგებით გითხრა იმ დროინდელმა, აბა კაი ბიჭები ხარ და თუ წაიღებ და სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ. ეს არ იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს არ იყო ნორმალური მიდგომა და იმიტომ მოხდა ამ პროცესებთან დაკავშირებით ორთავე მხარე ჩვენი თვითმმართველობა, ეკონომიკის სამინისტრო, რომ დამჯდარიყავით ჩვენთან ნორმალური გამოსავალი გვეძებნა, დღეს ამნარი დღეში არ ჩავარდებოდით. ეხლა რა ხდება? მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულება უნდა მოხდეს სხვაშორის იმ დღიდან, როდესაც ჩვენ მივიღეთ და ჩვენი ქონების დაბრუნებაზე დავსვით საკითხი, სამწუხაროდ არ მოხდა ასეთი რაღაცა. აღარ არის ახლა დღეს ის მინისტრ და ეხლა ჩვენ რომ ღებულობთ ამ დადგენილებას, რომ 2001 წლით გადავგივადეთო.
აი ვინ არის ამის გარანტი? მე კითხვას ვსვამ, პიროვნებებზე არ უნდა იყოს ასეთი კულტურული მემკვიდრეობა ჩამოკიდებული. ეხლა დღეს ჩვენ აქა ვართ, ხვალ აქ აღარ ვიქნები, ხალხი აღარ აგვირჩევს ან აგვირჩევს, ამაზე არ უნდა იყოს, თქვა ერთ კაცის პრეტენზიებზე საქმე, უნდა იყოს ნორმალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ბულვარი არის ზუსტად არა მარტო ბათუმის, არამედ მთელი ქვეყნის, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი არის და ამავდროულად ჩვენი სავიზიტო ბარათია. მე მიმაჩნია, ეხლა ვამთავრებ, ბატონ ლაშა, უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით. ბულვარს დღესაც არ გააჩნია კონცეფცია. ბულვარი აღარ არის ის ბულვარი და მართალი გითხრათ, ვერც იქნება ის ბულვარი, რაც იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაშინ სხვა მოთხოვნები იყო, სხვა ხედვები იყო და სხვა და რა თქმა უნდა ვითარდება, როგორც საზოგადოება ვითარდება, ისევ ბულვარიც განვითარდა და როგორც ზომებში, ასევე ფორმებში და შინაარსში. ამიტომ ჩვენ უნდა ბაზრობას გავს დღევანდელი ბულვარი. უნებართო მშენებლობებია, კაპიტალური მშენებლობებია, დარღვეულია ყოველგვარი მშენებლობის რეგლამენტი. არ შეიძლება იქ კაპიტალური მშენებლობების წარმოება მოგეხსენებათ სანაპირო ზოლში. თავისი რეგლამენტი აქვს ყველაფერს. ისევე ზღვაში შეჭრილია, იქ კიდე გარემოს უქმნის საფრთხეებს, არა? 1000 პრობლემა დაგროვდა ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ კონცეფცია არის საჭირო. კონცეფცია როგორ იქნება ბულვარი 21 საუკუნეში. ახლა მე ვხედავ, რომ ჩვენ ახლა ვიდავებთ, ჩემია, შენია და ნაბან წყალს გავატანთ ბავშვს. აქედან გამომდინარე, ფრაქცია რესპუბლიკელებმა დასვეს ეს საკითხი ბიუროზე და თქვეს, რომ მოდით სანამ ასეთი ამბავია, ავიღოთ ყველამ ერთად ვალდებულება, შევქნათ სამეურნეო საბჭო და მე ვფიქრობ, სამეურნეო საბჭო უნდა არსებობდეს ბულვარის არსებობის პერიოდშიც კი. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ბრენდი და ამას უნდა საზოგადოების მეტი ჩართულობა და მეტი მეტყურეობა. როგორ იმართოს, როგორი კონცეფცია იყოს, როგორ განვითარდეს და ბულვარი იყოს მართლაც ყველასთვის სასურველი და დასვენების ერთ-ერთი და შემეცნების ერთ-ერთი კერა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში, ახლა ხმების ხელის აწევით, რა თქმა უნდა, ჩვენ ოპოზიცია წავაგებთ და მექანიკური გადაცემა როგორც მოხდა თავის ძოზე, ისე მექანიკური გადმოცემა რო არ მოხდეს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდეს სამეურნეო საბჭო, რომელშიც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები, არაა ბევრი საჭირო რა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტია, მით უფრო ფუშტება. ან 7 ან 9 კაცის და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორი კონცეფცია იყოს. და გამოაცხადოთ საქმე წინ წავიგდოთ, თორე ერთი წლის მერე ისეთივე ბულვარი გადმოგვეცემა ჩვენ, ერთი წლის მერე მერი ახალი მოვა და რას შემოგთავაზებს, კიდე არ ვიცი და ეს სამეურნეო საბჭო მანამ ბევრ საქმეებს გააკეთებს. და მეთვალყურეობას გაუწევს იმ სასამართლო პროცესებსაც, იმ დასასრულებელ სამუშაოებსაც და როგორ უნდა განვითარდეს მომავალში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო და მოხდება ამ ბულვარის ამ სახით თქვათ ერთი წლის ვადაში გადმოცემის პროცესი, ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა კარგი ბულვარი, სულ ყველას ამაზე ვდავობთ. პოზიციაც, ოპოზიციაც, 200 არ არსებობს. და აქედან გამომდინარე, მოდი თუ შევთანხმდებით და კონსენსუსს მივაღწევთ, ერთი წლის განმავლობაში მოხდეს აი ასეთი ფორმით ბულვარის გადაცემის საკითხების ისა რა შეჩერება. მადლობა. რა შეეხება გადმოცემის, დიახ? და რა შეეხება ბალანსინგის კონსერვაცია კი არ უნდა მოხდეს ძველი ბულვარის კონსერვაცია. აუ ძალიან ბევრი დრო გავიდა. კიდევ ერთხელ ბოდოში ვიხდი და პროექტი უნდა შედგეს მისი კონსერვაციის, უნდა იყოს პროექტი. ხო და აუცილებლად და მეორე პროექტიც უნდა დაიდოს რას აპირებენ. კონსერვაცია. ბატონო თემო. არა, კონსერვაცია კი არ უნდა მოხდეს, როგორც არის იმ სახის შენარჩუნება, რა და უფრო განვითარება. კონსერვაციას როცა ვამბობ, თუ შეიძლება მეც ვიტყვი რაღაცას, კონსერვაციას როდესაც ვამბობ, მე ვგულისხმობ, თუ ვერ მივხვდით, სწორად ან მე ვერ გამოვხატებ, ოდიშ გიხდით რა. კონსერვაციაში მე ვგულისხმობ რას? აი, როდესაც გაკეთდა მესამე ალეის პროექტი, რომ დაიგეგმა, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული და შეუთანხმებლად მოხდა, ანუ კონსერვაცია მოხდეს ბულვარში არსებული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, ანუ რას ვამბობ, იგივე რომ ვახსენეთ ახლა რასაც აკეთებენ ტყუპებიდან კემპინსკამდე, არის ბილიკები მოსაწყობი, გასაკეთებელია, დასაგებია ასფალტის ფენა, გასაკეთებელია სანიაღვრე, გასაკეთებელია საკანალიზაციო. ასევე მირიკალ პარკიდან იახტკლუბის მიმართულებით ბილიკები, გზები, ყველაფერი იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოსაწყობია. მე კონსერვაციაში ვგულისხმობ ახალი რაიმე კონცეფციის
განხორციელება, რაიმეს ახლის გაკეთება, რაც როგორ თქვა, ფაქტობრივად შეცვლის ბულვარის იერსახეს საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე. ამაში ვგულისხმობ მე კონსერვაციას. დახარჯოს ფული ეკონომიკის სამინისტრომ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენთან ერთად აზრის გათვალისწინებით შეიმუშაოს კონცეფცია, გამოიტანოს საერთო მსჯელობის საგანზე, თუ მოეწონება ის იმ საბჭოსაც, საზოგადოებასაც, ბათუმსაც, ჩვენაც, მაშინ უკვე 2018 წლიდან ჩვენ ავიღოთ ეგ და ჩვენგან ვახორციელოთ. მაგრამ კონსერვაციაში ვგულისხმობ ამას, თორე მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხი არ უნდა დაერგოს დამატებით და ნარგავი არ უნდა გაკეთდეს. ახალი კონცეპტუალურად არ უნდა შეიქმნას არაფერი ამ 1 წლის განმავლობაში საზოგადოებასთან და ჩვენთან შეთანხმების გარეშე. მადლობთ ბატონო გიორგი. ის რესპუბლიკელების ინიციატივაა, ბატონი გიას კიდევ რაც რო ჩამოაყალიბა თავის აზრებში, თუ იქნება სამართლებრივად ეს პუნქტიც დავამატოთ. არ ვიცი, რეკომენდაციის სახით, თქვა დაევალოს ფინანსთა სამინისტროს და შეიქმნას სამართლებრივად როგორც იქნება ის ჯგუფი, რომელიც თქვა ხვალიდან და ზეგიდან უკვე ჩართული იქნება და მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოვიპატიჟოთ ფინანსთა სამინისტროდან და თქვა დაველაპარაკ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული დღევანდელი დღე არ აძლევს იმის საშუალებას ბულვარს, რომ რაღაც ხვალიდან გაგვემიჯნოს. არის კიდევ რაღაც საკითხები, ვთქვათ, პლიაჟების გადაცემის საკითხი, რომელიც შემოვა უკვე სამომავლოდან პლიაჟებიდანაც გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის საშუალებები, რომ რაღაცეები მოვითხოვოთ და ვთქვათ, უფრო გაკეთდეს ის რაც ჩვენ დღეს მოთხოვნა არის რეალურად ბულვარის მიმართ. დიდი მადლობა კოლეგებო, კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე, რომ ეს საკითხი კი, დამატები, ვინ არის მომხრე? ვინ არის მომხრე? კენჭი უყაროთ. ვინ არის წინააღმდეგი? 12, 3, 4 წინააღმდეგი. დიდი ბატონი გია წინააღმდეგია და რატოა წინააღმდეგი არ ვიცი ნამდვილად. კარგით, მადლობა. ხტომა დახურულია. შემიძლია გიპასუხო. ხტომა დახურულია და მე ცალკე გვიპასუხეთ.